ტურისტი კაცის გაუპატიურების ბრალდებით კახეთში 50 წლის ტაქსის მძღოლი დააკავეს. ინფორმაციას ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ავრცელებს. შემთხვევა დედოფლის წყაროში მოხდა. გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დავესწარი, წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. ის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვითაც უნდა გამოვიდეს, რა იქნება მთავარი აქცენტები და ისაუბრებს თუ არა ყაველაშვილი რუსულ საფრთხეებს. ოცნების წევრები კითხვაზე პასუხობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არაა, ვინ, სად, რამდენჯერ და რა კონტექსტში ახსენებს რუსეთს. ნოშრევან ნამორაძე მოკლე წინასწარ დაგეგმილ მოგზაურობაში იმყოფება ოჯახთან ერთად და მომდევნო 2 დღის განმავლობაში დაბრუნდება თბილისში, წერს ნამორაძის კომპანია სოციალურ ქსელში. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღარიბაჟულთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა ქვეყანა დატოვა, ჰოლდინგი ყალბ ბრალდებას უწოდებს. ამერიკა ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს, აცხადებს გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მაიკ უოლცი. უშიშროების საბჭოს ხდომა ესტონეთმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო მოიწვია. ინციდენტი, რომელიც რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრას მოჰყვა, ქმნის დაბეჭდილებას, რომ რუსეთს ესკალაცია და უკრაინასთან კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩართვას ორს. ანის სრულიად ვერ აკონტროლებს მათ, ვინც გამანადგურებლებსა და დრონებს მართავს. აღნიშნა გაეროში ამერიკის ელჩმა.